მოგესალმებით, მეგობრებო, მინერალებზე მინდა ჩაგიწეროთ ვიდეო, რამოდენიმე მინერალი მინდა ახლა გავიაროთ, განვიხილოთ, მაქვს ვრცელი ვიდეოც ადრე გაკეთებული მინერალებზე, რამდენიმე, მაქვს ხოლმე ჯგუფური ტრენინგები, მაგალითად პირადი რუკით, ფსიქოლოგიურად როგორ უნდა შევარჩიოთ მინერალები და რა არის ზოგადად მინერალების ენერგია, ხომ? ახლა ვისაც ჯერა, ვისაც არ ჯერა, ყოველ შემთხვევაში მინერალებს აქვს თავისი ენერგეტიკული სიხშირე, ენერგეტიკული ვიბრაცია და ეს, მეცნიერულადაც გარკვეულწილად არის დამტკიცებული რაღაც ვიბრაცია, სიხშირე არის. ასტროლოგიაში მინერალოგია ძალიან აქტიურად იყენებს ზოგადად და ჩაკრებზე, ენერგეტიკულ ცენტრებზე სამუშაოდ, მაგალითად შიდა ბლოკების დასანახად და დასადგენად, ძალიან კარგად ვიყენებთ მინერალებს მაგალითად და ძალიან დიდი ისტორია აქვს მინერალოგიას ზოგადად, მას ამ ენერგიებთან კვლევას და ვინც ცოტა სენსიტიური არის, ვისაც ემოციური ინტელექტი აქვს გახსნილი, შეიძლება ძალიან კარგად გრძნობდეს მინერალების ენერგია. ზოგი გრძნობს, ზოგი ვერ გრძნობს, ზოგი კონკრეტულ ქვას გრძნობს, ზოგი ვერ გრძნობს, მაგალითად, ხო? სხვა ქვებს და ერთ ქვაზე აქ მაგალითად რეაქცია. ეხლა აგიხსნით ცოტა მოკლედ, მაგრამ ზოგადად ყოფთ ხოლმე კლასტერებად მინერალებს, ეს არის ქვედა ჩაკრები, მაგალითად უფრო მიწის ყრივი, მიწიერი ენერგიის მქონე მინერალები არის გულის ჩაკრის ზონა, მაგალითად უფრო შუა ცენტრზე მომშავე და არის ზედა ჩაკრების მინერალები, რომელიც უფრო ამ ზონას აქტიურებს, უფრო სულიერ, ეზოთერულ, მისტიურ ქვებს ვეძახით ხოლმე. აი ამ კლასტერებს ცოტა ესე შემოვიყვან, მე სხვადასხვა ვიდეოებშიც გავშლი, მაგრამ მინდა რამდენიმე ქვა შემოგთავაზოთ დღეს, რომელიც აქტიურად გამოიყენება, აქტიურადაც შეგიძლიათ ნახოთ და იყიდოთ და მინდა რომ დაგიმატოთ ინფორმაცია ჩემი გამოცდილებიდან, მინერალებით მე 15 წელზე მეტია დაახლოებით დაინტერესებული ვარ, ვიყენებ აქტიურად პრაქტიკაში, უამრავი ესეთი ის მაქვს წიგნის საკითხული მინერალებზე და ვაკვირდებოდი, ძალიან ბევრი მინერალის მაქვს და ვაკვირდებოდი თვითონ ამ წლების განმავლობაში ჩემზეც, ვინც პირად რუკაზე მოდიოდნენ და მათაც მინერალებს ურჩევდი ხოლმე, ისინიც როგორ იყენებდნენ, ამაში ძალიან ბევრი წლის პრაქტიკა მაქვს და მინდა გაგიზიაროთ ახლა თქვენ. და სხვათაშორის ისიც მაინტერესებდა რაღაცა ქვებს რატო ვიღებთ რაღაც პერიოდში, რატო ვერ ვიღებთ, მაგალითად, ხო? ზოგადად მინდა დღეს ვისაუბროთ უფრო აი ამ სამ ქვაზე და ლაზურიტის მინდა ჩავარდო. აი ესენი არიან, მთისბროლი, ციტრინი და რაუხტოპაზი, ხო? და ამათ შორის მინდა გიხსნათ მთავარი რა არის აქ განმასხვავებელი. ესე იგი, პირველი იცოდეთ, რომ ეს მთისბროლის ენერგია აქვს სამივეს, ესე ვთქვათ. მთისბროლი გამოირჩევა მერკურული ენერგიით, ეს არის სუფთა ჩვენთან მერკური. ეს არის ინფორმაციული ველი, ენერგეტიკულად, ეზოთერული კუთხითაც რო აგეხსნათ და ისედაც. ეს არის სუფთა კრისტალური ენერგიის სიმბოლიკა, აი ეზოთერულ დონეზე რო ვიტყვით სიმბოლიკა, ის ზოგადად შეესაბამება ბრილიანტი, ალმასი, მთისბროლი, ეს ვერძის ენერგეტიკასთან არის კავშირში. ვერძი არის ჩვენთან ბავშვობა, სისუფთავე, აბსოლუტურად სისუფთავე და აბსოლუტურად გახსნილობა, სუფთა ვერძი ახლა ზოდიაქოს გარკვეულებს ზერო ვერძი ყავს. ვერძის არქეტიპს გულისხმობ ყველაზე ნათელი ვერძული არქეტიპი, სისუფთავე, სრული სისუფთავე, სრული გახსნილობა, სადაც არანაირი ლაქები და ნეგატივი არ არის. ეს არის სრული გულწრფელობა, სრული კეთილშობილური ენერგია, არქეტიპებს გიყვებით და მთისბროლი ყველაზე მეტად კავშირში არის ამ ენერგიასთან, ხო, აი ამ სრულ გულწრფელობასთან. აი ესეც მთისბროლის კრისტალები და აი ეს ენერგია ყველაზე კარგად მუშაობს ენერგიის გასუფთავებაზე, აი მაგალითად ეზოთერულ წიგნებშიც არის, რომ აი ტანსაცმელი სადაც არის იქ რომ ეს ტანსაცმელს, ნივთებს წმინდავს, თვითონ ქვებსაც წმინდავს მაგალითად, ხო, ენერგეტიკულად, რომ მასში არის სრული გამჭვირვალე, რას ნიშნავს მზისხივი ატანს და ყველაფერი კრისტალდება, ყველაფერი სუფთავდება ამ ენერგიაში. მისი პოზიტივი რა არის, რომ ძირითადად ეზოთერიკაში იყენებენ მთისბროლს ინფორმაციის დონესაც აქვს ურთიერთობა, მაგალითად
სწავლის პერიოდში ვიყენებთ ხოლმე, როცა რაღაცები, მერკური გვინდა ავამუშაოთ, ეს ვერძული ენერგია, სუფთავი სიმბოლურად, არქეტიპულად, მაგრამ გონების მმართველი პლანეტის სუფთა ენერგია არის ეს, როდესაც ინფორმაციულ ველს, თავის ჩაკრას, გონების ჩაკრას ააქტიურებს, ვერძის სხვათაშორის თავთან არის ჩვენთან დაკავშირებული და აი ამ ენერგიაზე მუშაობს ყველაზე კარგად. ანუ ინფორმაციას ვიახსოვრებთ, მოდის სიტყვათა მარაგი კარგად, გონებას ხსნის, შეგვიძლია მაგალითად ვინც ფსიქოთერაპიაში მუშაობს, ვინც ჰიპნოთერაპიაში არის, ვინც ასტროლოგიაში არის, თუნდაც ან პედაგოგიკაში არის, მათთვის ეს ფაქტიურად შეუცვლელი ენერგიის მინერალი არის. თვითონაც დაკვირდებიან, როგორც ხანერად უმუშავებთ გონება, მაგალითად, როგორ ეს პირდაპირ ფათაშორის ყელის ჩაკრასაც, გამოხატვასაც კარგად ხსნის ეს და აი ფილტრებიდან რომ კარგად ამოდის, სუფთად, მარტივად ამოდის ენერგია, სელენა ტყუპებისთვის, იუპიტერი ტყუპებისთვის, აღმაველი ტყუპებისთვის გადასარევი ეს არის ეს ენერგია, როდესაც ინფორმაციულ ნაკადთან შევდივართ ძალიან კარგ მისიაც გვაქვს და ნათელი კარმაც არის სიტყვაზე, ამას ააქტიურებს ძალიან კარგად. სათაფთხილად შეიძლება გამოიყენონ, ვისაც მერკური აქვს დაზიანებული, მაგალითად გონების მმართველი პლანეტა, ან მესამე სახლთან პრობლემები აქვს, ან შავი მთვარე არის ტყუპებში, მაგალითად, ან გადატვირთული არის. ტყუპებში გვაქვს სტელიუმი, მაგალითად, ხო, ბევრი პლანეტები, ახლა ეს უკვე გადატვირთავს, გონებას დატვირთავს, გადახლის. მაგალითად, იმასაც ვაკვირდებით, ხასიათზე როგორ ვარ, ხარ ამ ხა დაღლილი თავი, ხარ ამ აქვს აი კომუნიკაციისგან გადაღლილი ვარ, ან ზოგადად ინფორმაციისგან გადაღლილი ვარ, ამ ქვაებთან უკვე ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ დაფხლისგან ის არის, რომ ესეთი პრობლემა იყოს. ტყუპების დაზიანების შემთხვევაში რა არის, რომ ინფორმაციულ ველთან გვაქვს აქ ცოტა ნეგატიური დამოკიდებულება, შეიძლება შემოდის, ჩვენ დაუკონტროლოთ. შავი მთვარე რა არის? უკონტროლოთ შემოდის ენერგია, რომელსაც ჩვენ ვერ ვფილტრავთ. აი, როცა შავი მთვარე თხის რქაზე ვამბობთ, შეიძლება მას ეტენება ისეთი ტვირთები, რომელიც საერთოდ არც უნდა, ხო, რაღაც პასუხისგებლობები. როცა ვლაპარაკობთ იქ ლილიტლომზე, შეიძლება უწევს რაღაც პასუხისგებლობების ნაწილში, ოღონდ ლომურად, ხო, მზის ენერგიის კუთხით გამოავლინოს, აი უბნებიან, რომ შენ უნდა იყო ლიდერი, მაგალითად, და ამ დროს ამას არ შეუძლია, ხო? აი გვეტენება ესეთ დროს და როცა არის შავი მთვარე ტყუპებში გვეტენება, ახლა ცოტა ისე გეყვებით, ის ინფორმაცია, მენტალური ინფორმაცია, რომელიც საერთოდ არ მჭირდება. მათ ესეთი აღქმა აქვთ, ხო, ესეთი გამჭდა აქვთ. რა შეიძლება არ მჭირდებოდეს? შეიძლება არ მჭირდებოდეს ვიღაცის მენტალური, აი აქ თავში რაღაც აზრები აქვს და დეფოლტად ჩემდა უკონტროლოდ ეს შემოდიოდეს და ვეღარ ვარჩევდეს ჩემი აზრებია თუ რა არის. ან ჩემში იყოს ისეთი განცდა, რომ მე სადღაც გაურებაში ვარ. ბევრი აზრი მაქვს თავში. ვერ გადავწყვეტე აქედან რომელი არის სწორი. თვით დაბნეულობა, თვით გადაუწყვეტელობა, ხო? აი ზოგადად როცა ტყუპებში არის შინაგანად, რომ აი მე სადღაც ვერ ვიჭერ ინფორმაციას, ჩემ თავშივე მაგ ეჭვები, ჩემ თავზე. მერკური ლილიტის შეერთებასაც იგივე ახასიათებს. აი ეს წარმოიდგინეთ ახლა როგორ დაძრავს ამ ყველაფერს. შემოვა კიდევ უფრო მეტი ნაკადი და მე კიდევ უფრო ვერ გავფილტრავ, მაგრამ თუ მინდა ვიმუშაო ამ ყველაფერზე, ოღონდ ვიცი როგორ უნდა ვიმუშაო და რაღაცნაირად რწმენაც გავააქტიურე ჩემ თავზე, ხო? მali არის სწორი, რომ ორ-ორს ხედავს ყველაფერს ადამიანი თითქოს, ხო? აი ორი სიმართლეა, მაგალითად, ხო? ეს ახლა ზოგადად გიყვებით, თორე ინდივიდუალურ კონსულტაციებში კიდევ უფრო ხმად ჩავდივართ, კიდევ უფრო საინტერესო ჩავდივართ, სხვანაირად ხედავთ ხოლმე, მაგრამ ზოგადად ეს არის ამ ენერგიასთან კავშირი. და თუ განსაკუთრებით ხდება აი ღვთისმროლი ავიღე და დამეხალა თავი, ესე გადატვირთული არის მენტალური ენერგია, აი სუფთა ენერგეტიკულ თემაში რომ გადავიდეთ, როგორც ფსიქოსომატიკა, ხო, რა არის ფსიქოსომატიკა, ხო? არაგანცვლილი ემოციები, რომელიც დეფოლტად მოდიოდა და მე საერთოდ არ ვიყავი კონტაქტზე ამ ყველაფრის, ან ვერ დავეხმარე ჩემ თავს გადავემუშავებინა ეს ყველაფერი, ხო? გაჭედა ბლოკები შეიქმნა, ანუ პროცესი აი ესე ტრიალებს და გამოსავალს ვერ პოულობს, ხო? შესაბამისად ენერგობლოკები ესე იქნება და მე ის ფსიქოსომატიკაში გადადის და ის უკვე ჯანმრთელობის პრობლემებში გადადის, ხო? არაცნობიერში და ფსიქიკაში რო არის მოუგვარებელი პრობლემა, სადღაც დაუხურავი ემოციები, ხო? ეს არის ფსიქოსომატიკის ემჯლისში. და ქვები ძალიან კარგად გვეხმარება ამის ანახვაში. სად არის დაბლოკვა? თუ მე ყავ
უბრალოდ დავდე და უკვე გადამეყალა თავი. ესე იგი მენტალური აქტიურობა გადამეტებული არის თავში რაღაცაზე არის ტვინი ან ფსიქიკა მიმართული, რომ ამოხსნას და ვერ ხსნის და გადაიღალა თავი, გადაიტვირთა. ან უბრალოდ მე ძალიან ბევრი რამესა ვარ უკვე მიდებული და თავი, ანუ მე რო ვაძალებ რომ რაღაცა კიდე შევისწავლო, რაღაც ინფორმაციასთან კონტაქტი მქონდეს, ხო? აღარ მინდა, ჩემს შინაგანს აღარ მინდა ეს და ამ ქვას უკვე ეწინააღმდეგება და იქ იქნება რაღაც შიდა პრობლემა, ხო? ეს მთისბროლის ენერგია. ციტრინს ახასიათებს, სხვადასხვა ეს მზის ენერგია არის, მზე, მერკური ერთად შედის ამაში. ციტრინი ეს არის ძალიან კარგად კავშირში მზის წნულთან, ენერგეტიკულ ცენტრთან მაგალითად და ძალიან კარგად მუშაობს გონების მართულ პლანეტაზე, როგორც გამოთქმა, მეტყველება, ლაპარაკი, მაგრამ ამავე დროს თვითშეფასებაზე მზის ენერგიაც აქვს მას. და ხშირად არის, რომ როდესაც აი მაგალითად ციტრინი გვიჭირავს ხელში და პირიქით ბორცი კი მოდის, ხო, ინფორმაციული ველის, ან სადღაც ლაპარაკი შეიძლება მიჭირდეს, ან თითქოს აი ზედმეტი იყოს ეს ჩემთვის, ხო, ეს მზის ენერგია. ოღონდ ვერ ხვდები კონტაქტზე რომ ვარ ამ ქვასთან, ვერ ხვდები რა მჭირს. ზოგადად ამ ქვით შეგვიძლია ჩვენ დიაგნოსტიკაც გავაკეთოთ, თვითშეფასება როგორ გვაქვს მაგალითად, აი როცა არის ზე ლილიტის შეერთება ნეგატიური ასპექტი, ცოტა ფრთხილად ვარ ხოლმე ამ ქვასთან, იმიტომ რომ კარმულ დონეზე არის შინაგან არაცნობიერში მზის პრინციპთან კონფლიქტი, სადღაც ხო, ჩემს მზის გამოხატვასთან, ხო? ანუ მე მინდა ერთი, ჩემი ლილიტი ეშინია ამის გამოხატვის და შიდა კონფლიქტი იქნება, ხო? ან თუ არის სატურნი მზის შეერთება, მზეს კაშკაში უნდა, მაგრამ სატურნი თრგუნავს ამას, ხო? და აქ თვითშეფასების ინიციატივის ცოტა კომპლექსი შემოდის. აი ეს ქვა დაბლოკავს ამას სადღაც, ხო? გაჭედავს ენერგიას, ამოდის ზევით ენერგია, იმიტომ რომ აი მზის წყულსა და ცოტა ესე ადამიანური ინტროგესნებს, მზის წყულსა და გონების ენერგიასთან არის ეს ქვა ორივე ცენტრთან დაკავშირებული და აქ თუ იჭედება ენერგია თვითშეფასებასთან პრობლემები თუ არის, ხო, არა მოდის ზევით და შესაბამისად იქ ან საუბრის პრობლემა შეიძლება შეგვექმნას სადღაც, ხო? იქ შეიძლება გადატვირთვა მოხდეს. ახლა ხშირად ამ ქვას იდებენ, ან მესამე ჩაკრას, მესამე ცენტრს რო ეძახით, მესამე თვალი, გონების ჩაკრა და ან მზის წყულს. იდებენ და თუ სადღაც არის ცოტა დისკომფორტი შინაგანი, ესე იგი ჭედავს აქ ენერგიები, იმიტომ რომ ეს ქვა აქტიურებს, ამოყრის ენერგიას და იქ თუ ბლოკები არის ფსიქოსომატურად, ენერგეტიკულად ან თუნდაც უკვე კარმულად, ხო? აი ეს წინააღმდეგობას უწევს ჩვენი ენერგია ამ ქვას. და ხშირად როცა ვამბობთ, რომ ქვა წენს ან ქვა ეს ქვა მე თუდად ხდის, სინამდვილეში აქტიურებს იმ ენერგიას და ესე იგი იმ ქვის ხასიათის მისი მოწოდება, მისი შინაგანი იმპულსი, რაც არის, იმას ვერ ვაკეთებთ. იმ ენერგიასთან ახლა აქ არ მიდევს გვერდზე, მაგრამ არის ესეთი ტრანსფორმაციის მატარებელი, ხშირად პოპულისტურ მინერალოგიაში თმიან კვარცს დიდი მაქვს, მე სხვა ვიდეოში გაჩვენებთ, იყენებენ როგორც სიყვარულის სარი და ვენერას თმები და არის ხოლმე მთელი ამბავი და მე მიდიან და ყიდულობენ, რომ აი სიყვარულს მომიზიდავს. სინამდვილეში საკმაოდ მძიმე ენერგიის კარგი გაგებით, ოღონდ ძლიერი მაგიურ ენერგეტიკული ქვა არის და მაგიას იმას კი არ ვამბობთ, რომ ეს რაღაც მაგიურად, ჯადოსნურად მოქმედებს. მას აქ ტრანსფორმაციის ენერგია, რისი გაშვებას გვიჭირს მაგალითად, ხო? და ეხლა როცა აი ან სიყვარული გვინდა ან ურთიერთობა, მე თუ რაღაცაში და ტრამვები მაქვს, შიდა ბლოკები მაქვს, ახალი ენერგია უბრალოდ არ შემოდის ჩემთან. და როგორც კი ამ ქვას ვიღებ, ბრძოლას იწყებს ეს ენერგია, ხო? ამოდის და იჭედება, იმიტომ რომ რაღაც ყინა, რაღაც ფსიქოსომატური ენერგია იქ ხელს მიშლის, ხო, სადღაც და საკმაოდ ძლიერი ქვა არის და მანდ უკვე ვერაფერ შეგვიძლია დიაგნოზი დავსვათ, რა პრობლემები მაქვს მე ამ ტრანსფორმაციასთან, ხო? რაღაცის შეცვლა არ მინდა, რაღაცის გადაპროგრამება არ მინდა სადღაც, ხო, შინაგან სტრუქტურაში, ხო? აი ციტრინთან არის ზუსტად ეს, რომ რამდენად მუშაობს ჩემი ეს ორი განსაკუთრებით ჩაკრა, ენერგეტიკული ცენტრი და ამ ენერგეტიკულ ცენტრში ფსიქოსომატურად გამოხატვად, როგორც ზისწმული რა არის ეს, ხო, რამდენად მე შემიძლია თვითშეფასებაში მყარად ვიყო, რამდენად მე მჯერა ჩემი თავის, ხო? და აქ თუ ბევრი წყენებია, შიშები არის,
ეს თქვა ამას გააქტიურებს, ამოყრის სადღაც, ხო? მაგრამ თუ პირიქით ძალიან სიამოვნებს ეს თქვა, თუ აი რო ვატარებ, აი არაჩვეულებრივ ხასიათზე ვდგები, ესე იგი ამ ცენტრებში თავისუფლად მოდის ენერგია და ის უკვე გადაანაწილებს თელ ეს ენერგეტიკულ ცენტრებში, ხო, თელს აურაში, ესე რომ ვთქვა. და რა გვეხმარება კიდევ უფრო კარგად გავააქტიუროთ, იქ სელენა ლომია, იუპიტერი ლომია, ამავალი ლომია, ეს მინერალი ძალიან მოუხდებათ ამ ენერგიას. ხო, თუ მზე თევზები წყლის შანში არის ზოგადად იკეჭრები, მორიელი, შეიძლება ბევრი პლანეტა მაგალითად წყლის ნიშანში განსაკუთრებით მზე როგორც სიმბოლო ამ ენერგიის, ხო? აი მან შეიძლება ცოტა დაფარულობა გამოვლინდეს, რომ ეს მოითხოვს კაშკაშს, გამოხატვას და მზე წყლის ნიშნებში ზოგადად ჩაკეტილი არის, ზოგადად ცოტა მორცხვი, ცოტა ესეთ ემოციური მგზნობიარე, ცოტა ჩაკეტილი, ხო? და ამ ქვასთან შეიძლება თავიდან ცოტა შეუგუებლობა ესე რომ ვთქვათ, ხო? მაგრამ ძალიან პოზიტიური ენერგია აქვს, ხაშვის ამას ეძახიან როგორც ფინანსების მომზიდავს და სიამოვნებაში ეს როცა აი ცენტრებს აქტიურებს, მაგალითად თავდაჯერებულობას, რო ზრდის ენერგეტიკულ ვიბრაციებსაც ასუფთავებს შინაგანად და ამით ეპირდაპირ კურნალობენ სისწრაფეზე იდებენ, ან შუბზე იდებენ, ხო, ამ ქვას ის ასუფთავებს იქ ენერგეტიკას. ხშირად ამბობენ, რომ ციტრინს არც კი ჭირდება გაწმენდვა იმდენად თუმცა წვინდა ხოლმე მაინც თისბროს მართლა არ ჭირდება, მაგრამ ზედადება ან მთვარის შუქზე დადება, ოღონდ არ უნდა იყოს საზღვაროება, ახალმთვარეობა, უშუალოდ დღეები ეს მუხტავს მზე განსაკუთრებით უყვარს ციტრინს, ხო, მზის ენერგია, მზის გული ცოტა ხანია ოღონდ და ეს ძალიან კარგად მუშაობს აი ამ ჩაკრებზე, მენტალური ენერგია და თვითშეფასება, მზე მერკურის ენერგია უშუალოდ ციტრინი, ხო, რო გაითვალისწინოთ. რა უხტოპაზი ძალიან გავს, ეხლა ერთი კლასიფიკაცია მინდა გითხრათ, რაც უფრო ღია არის, უფრო ახლოს არის მთისფროლთან, რაც უფრო მუქი არის, ის უფრო არის მორიონთან კავშირში, უფრო ძლიერი ენერგეტიკა აქვს. რა განსხვავება არის ხა მთისფროლსა და რა უხტოპას შორის, ხო? ესეც მთისფროლის ნაირსახეობა არის, იგივე მთისფროლი არის, აღარ უკვე ცოტა დაფარული ენერგეტიკული ველი აქვს. ძალიან შევადარებდი, საერთოდ ეს დამცავ ენერგიას ვეძახით, აი შეიძლება წაიკითხოთ, ვინც ინტერესდებთ მინერალებით, რომ შავი მაგიის ხალხი ან ზოგადად მაგიით დაკავებულები, ან ვინც სულებთან ურთიერთობენ, რაღაცეები მოკლედ, ისინი იყენებენ. ზოგადად ესოთერიკაში რა უხტობას აქვს, როგორი ენერგია იცით, დამცავი ენერგია. აი, ბევრი დამცავი ქვები გვაქვს, მაგალითად, შავი ტურმალინიც დამცავი არის ნეგატივისგან, მაგრამ მას შეუძლია შენ ენერგიაზეც დაჯდესო, ეს ესოთერიკაში წერია. რა უხტობას ეგ პრობლემა არ აქვს. ანუ რეალურად შენ ენერგეტიკას იცავს გარე ბნელი, ცუდი, უარყოფითი ენერგიისგან. ერთ-ერთი ყველაზე დამცავი არის, თუ მაგალითად ხალხში გავდივართ, ბევრ ხალხში ან ცოტა ნეგატიური ველი არის, ეს ძალიან გვეხმარება ზოგადად დაცვის კუთხით, აისხლებს ფაქტობრივად ნეგატიურ ენერგიას. თან რო წმინდავს თავის ენერგიას, ანუ თუ მაგალითად შავ ტურმალინში იჭიდება ნეგატიური ენერგია, ამაში ეს გაწმენდვა ხდება ბუნებრივად და პლუს რა აქვს ამას ძალიან კარგი. მე ცოტა ახლოს მოვიტანე, ეს თუ სუფთა მერკური არის, მერკური სუფთა გონება, ხო? აი სრული სუფთა ინფორმაცია, ცუდი, კარგი არ აქვს მნიშვნელობა, ინფორმაცია. აი ამაში უკვე ხდება როგორც იცით, უფრო მშვილდოსნურს დავარქმევდი, არა მთლად იუპიტერიანულს, თუმცა რა უხტოპაზი მორიელ თხის რქასთან არის ყველაზე ახლოს ენერგეტიკულად ზოდიაქოს არქეტიპს გეუბნებით კავშირში, მაინც უფრო აფართოვებს ცნობიერებას. აი შეიძლება დიდსურეთში დაინახო რაღაცეები, ამ ქვას რო ატარებ, შეიძლება აი ფილოსოფიურად დაინახო პრაქტიკული კუთხით რაღაცეები, მაგალითად, ხო? აი ფილოსოფიურად რას გულისხმობ? იცით, მაგალითად, ვერ ხედავდი გამოსავალს რაღაც სიტუაციაში და ამ ქვას ვატარებ და უცებ დიდსურეთში გადავინახო, რატო არის ეს გამოუვალი მდგომარეობა ჩემ ცხოვრებაში? იქნება ამიტომ და ამიტომ. აი ასე დიდსურეთში გვანახებს რაღაცეებს და მე ძალიან მიყვარს ეს მინერალი, ხშირად ვიყენებ ხოლმე და აი რაღაც სიმშვიდეც მოდის, იმიტომ რომ თხის რკული ენერგეტიკა არის აქ და სიმშვიდეც მოდის შინაგანად, მოდის ფართოხედვა, მე გიყვებით რაც ზოგადად ლიტერატურაში წერია და მე რასაც ვაკვირდებოდი
ამ მინერალზე ძალიან კარგად მუშაობს. ზოგადად ვერ ვიტყვი, რომ ეს ამას ქვედა ჩაკრებთან აქვს მიუხედავად თავისი მუქი ფერის საკავშირი, პირიქით ეს პირდაპირ ზედა ცნობიერთან არის ძალიან კავშირში და ძალიან კარგი დამცავი მინერალი არის. თუ ცოტა ისეთ ნეგატიურ კოლექტივში მიდიხართ, დაუმუშავ ნეგატიური კოლექტივი რა არის დაუმუშავებელი ტრავმები, ვისაც აქვს ბევრი მოუგვარებელი პრობლემები გადასული ესე ნეგატიურ ენერგეტიკულ ველში, რომელიცაც სხვებზე გადმოიტანენ ხოლმე მე აქტიურად, ხო? ანუ გარემოში უყრი, იმიტომ რომ მე ვეღარ მკლავდები ეს ვატარო. და კიდე ერთი მინერალი მინდა შემოგთავაზოთ, ჩემი ყველაზე საყვარელი ლაზურიტები. ნახეთ როგორი არის. ეს არის ლაზურიტები. და რა აქვს ახლა ამ ქვას გამორჩეულად? ამ ქვაში სუფთა არის იუპიტერულ, მერკურულ, ურანული ენერგია. ეხლა აგეხსნით ეს რა არის. ლაზურიტი ზოგადად შეიძლება წაიკითხოთ სულიერების ქვა არის, რელიგიის ქვა არის, ის გვეხმარება სულიერებაში, სიმშვიდეში. ნამდვილად ეხლა რა ხასიათი აქვს ლაზურიტს? ჯერ ეს პირველი ატარებს იუპიტერიანულ ენერგიას, გააფართოოს ცნობიერი ხედვები. აი რაღაც მაგალითად რა არის სწორი, ზოგადად რა არის წმენა, რა ღირებულებები გვაქვს რა, აი ფართოდ დავინახოთ სურათი, მაღალი სართულიდან დავინახოთ, სუფთა ეს მოგზაურების ქვა თვლებოდა როგორც იუპიტერიანელები, ხან შელდასნული ენერგია, რომ აი ვიმოგზაურო სადღაც წავიდე, სადღაც ახალი ხედვები შევიძინო, გავიფართოვო ცნობიერება, ეს მინერალი ყველაზე ახლოს არის ამ ენერგიასთან. არის მერკურულ ენერგიასთან კავშირში ინფორმაციული ველი, ხომ შელდასანის ოპოზიციური ენერგიის ყუპები არის. იუპიტერი და მერკური ისე არიან, ხო? ანუ ვერ გავიგებ დიდ სურათში, ვერ დავინახავ რაღაცას, იქ თუ ინფორმაციულ ველთან არ აქვს კონტაქტი, ხო? ეს ოპოზიციური ენერგიები ისე რომ ვთქვა. და ურანული ინსაიტები მოულოდნელად, აი ახლა მივხვდი უცებ რა ყოფილა, აი ამ ურანულ ენერგიას იძლევა ძალიან კარგად. და სამართლიანობა, წესიერება ეს იუპიტერიანული ენერგია არის, ამასაც ატარებს ყველაზე კარგად ასევე მუშაობს სხვადასხვა ამბობენ კიდე ზოგი მინერალოგია, ასტროლოგიაში ვინც არის თან, რომ ეს უფრო კავშირში არის ასევე დამახასიათებელი სასწორულ ენერგიასთან, გულის ჩაკრასთან შეიძლება კავშირში კონდეს ეს სიმბოლურად, ანუ გულიდან წამოსულ სათქმელს ძალიან კარგად ამბობს. გულიდან მოსულ ემოციას ამჟღავნებს. აი, გულით რა მინდა ფილოსოფიურ, ინსაიტურ მოულოდნელ თემაში უცებ მივხვდები. აფართოებს ძალიან კარგად ცნობიერებას. მანდაც არის ზოგ შეიძლება ცოტა პრობლემა ქონდეს ამ ქვასთან ურთიერთობის, იმიტომ რომ ეს ურანული ენერგია ვისაც ნეგატიურად აქვს, დაზიანებული ურანი მაგალითად, ისედაც ჩფოთვა შეიძლება ქონდეთ და არ ვიცი რამდენად სწორად დაიჭერენ ამ ენერგიას. ან მაგალითად, ახლა მე თუ შავი მთვარე მყავს, ან მეცხრე სახლში, ან შულდასანში, ან იუპიტერთან შეერთებაში, მე დაჟე კარმულ არქეტიპულ დონეზე მეშინია გაფართოების, ვითომ მინდა გაფართოება და ყველას მივედმოვედო, მაგრამ სინამდვილეში არ მჯერა აქ, ხო, ბოლომდე მყარად არ დგავარ, პატარა ბავშვი, შენ თან ხო იცით შავი მთვარე ეს არის პატარა ბავშვი, რომელიც ჯერ არ დგას, არ იცი სწორად როგორ მოიქცეს, მაგრამ უნდა. აი, დაახლოებით არქეტიპულად ეს ენერგია. ხო და აი თუ მე აქ შილდასანში არ მაქვს კარგად რაღაცები დამუშავებული, აი ლაზურიტთან შეიძლება ცოტა შიდა კონფლიქტი მომივიდეს. ხო, აი სადღაც არ მსიამოვნებდეს, ან თან ეს სიზმრებთან მუშაობს კარგად და აი უცნაური სიზმრები დამეწყოს, ამოდიოდეს ეს გადამუშავებელი არქეტიპულ დონეზე გადამუშავებელი ემოცია ძალიან თვალსაჩინოდ, ხო, და გადამუშავებელი ფსიქიკის ნაწილები ამომდიოდეს ცოტა რთულად მაგალითად და აქაც მე მაგალითად როგორც აი ასტროლოგიურ კომბინაციებში, აი მინერალოგიას უფრო ენერგეტიკულ ცენტრებსთან დასაკვირვებლად ვიყენებ ხოლმე. აი რაღაც წინააღმდეგობა თუ მოდის მინერალთან, ესე იგი იმ ენერგიასთან წინააღმდეგობა მაქვს ენერგეტიკულ დონეზე, რომელიც შეიძლება თვითრეფლექსიას საჭიროებს, გადაპროგრამებას საჭიროებს და ესეც არის აუცილებელი, ახლა ვეცეთ და დავამუშავოთ ისეგება და თავის დრო უნდა ამასაც და მანდაც უნდა კონტაქტზე ვიყოთ, რომ თუ ქვასთან ურთიერთობა გვაქვს და არ მსიამოვნებს, ესე იგი არ არის ახლა ჯერ ის ეტაპი და დავაკვირდები, ცოტა გადავაგორებ, მოემზადები და მე დავტესტავ კიდევ აბა მუშაობს თუ არა, ხო?
მაგრამ ეს მინდოდა მე თქვა პერიოდულად ჩამოგთავაზებთ ხოლმე პატარ-პატარა ვიდეოებს რაღაც ისეთ უფრო პოპულარულ ქვებზე, რომელიც უფრო ხშირად არის ხოლმე გასაყიდად, მაგალითად ანაჩუქებენ ხოლმე ერთმანეთს და დატესტეთ, ნახეთ, სატურნის ენერგიაა ჩვენთან მინერალები, ეს არის ფორმა ჩასმული ენერგია ჩასმული სტრუქტურაში, ფორმაში. ეს არის სატურნის ფუნქცია ზოგადად ენერგეტიკულად და თხიც ვისაც აქვს აქტიური, სატურნი ვისაც აქვს აქტიური მინერალოგიაში, ну ფაქტობრივად ისე ინტუიციურადაც კავშირი აქვს ხოლმე მინერალებთან, ხო, ენერგეტიკულადაც ძალიან კარგად თევზური ენერგია ვისაც აქვს თან აქტიური, იმათაც ეს წარმოსახვა, ფანტაზია, ეს ენერგეტიკული მუშაობა, მინერალები ძალიან კარგად გამოსდით. და მოკლედ დააკვირდით, როგორ მუშაობს, რანაირად გაინტერესებთ, რამდენად მოგწონთ მინერალები, ახლებურად შეგიძლიათ გამოიყენოთ ხოლმე. დროებით მეგობრებო, წარმატებები თქვენ.